მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება შიშებს. კონკრეტულად კი შეკითხვა მინდა რომ დავსვა ასე, რამდენად ახდენს თქვენი შიშები თქვენს წარმატებაზე გავლენას. პრინციპში რიტორიკულია ეს შეკითხვა. და დიდი ალბათობით კი არა ფაქტობრივად ასდენას შემთხვევაში ეს ესეა. იმიტომ რომ ჩვენ ტვინში არსებული საფრთხეები, შიშები, რწმენა წარმოდგენები აყალიბებს დამოკიდებულებებს სამყაროსა და ადამიანების მიმართ და შესაბამისად ქცევის შაბლონებს. რაც მერე ნაწილობრივ გამოისახება და მატერიალიზდება ჩვენს წარმატებასა თუ წარმატებობაში. მაგრამ მოდი ვნახოთ საერთოდ არსებობს კიდევ ესეთი ცნება, რომ ადამიანებს ხშირად მათი ყველაზე დიდი შიში არა თუ დაძლეული, არამედ გაცნობიერებულიც კი არ აქვთ. და ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი დაბრკოლება, იმიტომ რომ როცა ვაცნობიერებ ნაწილობრივ ვიწყებ უკვე ბრძოლას, ვიწყებ გამოსწორებას, ან რაღაცა ტიპის მოქმედების სტრატეგიას მაინც ვსახავ, თუნდაც შემგუებლურობიდან გამომდინარე. მაგრამ როცა არც ვიცი, რას უნდა ვებრძოლო, ძალიან რთული ამბავია. ამიტომ ნახოთ ახლა თითოეული ჩემი მსმენელისათვის რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში, ან ვინც ახლა მიყურებს ამ გაშლას. და ამავე დროს ვნახოთ მერე ეს კონკრეტული თქვენი შიში ახდენს თუ არა გავლენას თქვენს წარმატებაზე. ვარიანტების რაოდენობა მოდი იყოს 2. 4 მინდოდა 2 ან 4 იყოს. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. აი ეს პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ყველაზე დიდი შიში პირველი ვარიანტისთვის, ყველაზე დიდი შიში მეორე ვარიანტისთვის რა არის? დააკვირდით არკანებს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ძალიან საინტერესო 3 კი არა და 4 არკანი გვაქვს აგერდასტის ბოლოს. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ოკეი. დავიწყოთ პირველი ვარიანტისთვის, იმედი მაქვს რომ აირჩიეთ თუ არა დააპაუზებთ და მე აირჩევთ და ვნახოთ რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში, ჩემო ძვირფასებო. და აქ მოვიდა პენტაკლების მეფე პირველ ვარიანტთან. რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში, ჩემო კარგებო და აქ არის გარკვეულწილად კონტროლის და ძალაუფლების დაკარგვის შიში. ანუ თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ თუ დაკარგავთ კონტროლს, თუ დაკარგავთ ძალაუფლებას, თუ დაკარგავთ გავლენას, ამ შემთხვევაში დაკარგავთ ყველაფერს, რას უკავშირდება კონკრეტულად ეს კონტროლი და გავლენა, შესაძლებელია, აი თვითონ ამოვიდა ახლა არკანი, აი ნახეთ. არკანი ფორტუნას ბორბალი და არკანი სამართლიანობა. აი რას უკავშირდება თქო და ორი უმაღლესი არკანი აჩეხვის დროს თავისით გადმოვარდა. რას უკავშირდება და უკავშირდება გავლენებს, უკავშირდება, ნახეთ როგორ გასაღებების ასხმა აქ ხელი აქ ჩამოკიდებული, ანუ დაუშვათ კბილის წილ, თვალის წილ, აი ეს ვარიანტია. თქვენ ამავე დროს გაქვთ შიში იმისა, რომ თუ საკმარისად ფინანსურად უზრუნველყოფილი ვერ და არ იქნებით, ამ შემთხვევაში სწორედ რომ აი ეს რეალიზდება თქვენი კონტროლის შესუსტება და ამ შემთხვევაში თქვენი საჭიროება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სხვათა შორის აი მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ადამიანები, ვინც ახლა მიყურებთ და შეიძლება აქ მიყურებდეთ კიდეც, ყველაზე დიდი შიში, როდესაც არ აქვს მენეჯერს დამუშავებული სწორად თავისი შიშები და ასევე არ აქვს გაცნობიერებული
თავისი როლი არის ზუსტად ეს, რომ არ აზიარებენ ხოლმე ინფორმაციას, ანუ არ ზრდიან თავის დაქვემდებარებულებს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მცირდება მათი არაცნობიერი ფსიქიკური პატერნების, შაბლონების მიხედვით მათი ყოფნა არ ყოფნის აუცილებლობა და შესაბამისად კარგავენ იმის განცდას, რომ არიან საჭიროები. ასეთ ადამიანებს, როდესაც აქვთ გავლენის ძალიან მაღალი მასშტაბები და დიდი მასშტაბები, გონიათ რომ არიან შეუცვლელები ყველგან, სადაც ისინი არიან და რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი ილუზია, რაც კი შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს დააჯეროს. და ხშირად ხდება ხოლმე, რომ მე საკუთარი თავის დარწმენა წარმოდგენების მსხვერპლი ხდებიან ხოლმე ეს ადამიანები. ნახოთ ახლა პირველი ვარიანტი, რამდენად გიშლით ხელს ეს კონკრეტული თქვენია შიში, კონტროლის შიში, გავლენის მოხდენის შიში წარმატების მიღწევაში. რამდენად გიშლით ხელს პირველი ვარიანტი. წარმატებაში. რამდენად გიშლით პირველი ვარიანტი ხელს წარმატებაში ეს ყველაფერი. ბატონო, არკანი მზე. მოვიდა. არკანი მთვარე. და არკანი ეშმაკი. აბსოლუტურად ნათელია ჩემთვის და აი, ნახეთ, დასტის ბოლოს გვყავს სამიანი ხმლები. აბსოლუტურად ნათელია ჩემთვის პასუხი ამ შეკითხვაზე, რა თქმა უნდა გიშლით ხელს. იმიტომ რომ, როდესაც თქვენ ხართ მიჯაჭული, თქვენ ხართ თქვენივე თავის ტყვეობაში, თქვენივე კონტროლის ტყვეობაში, თუ ვისაც თქვენ აკონტროლებთ და რო გგონიათ, რომ გავლენა გაქვთ, აი სწორედ აი ამ ქცევითი შაბლონის ტყვე ხართ თქვენ თავად. აი, როდესაც ოდნავ მაინც ეს სადავეები გისუსტდებათ, ან გარკვეულწილად საფრთხე გემუქრებათ, თქვენ ვარდებით უკიდურეს დეპრესიაში, აპათიაში, აი რაღაცა ძალიან დიდ უკონტროლო ემოციებში, რომელიც უფრო ხშირად ინსტინქტურად განპირობებულია თვითგადარჩენით, იმიტომ რომ თქვენი ფსიქიკა შეეგუა და დაისწავლა კარგად, როდესაც თვითონ არის დომინანტი, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ თქვენმა ფსიქიკამ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, როდესაც აღმოჩნდება ისეთ გარემოში, სადაც თვითონ არ არის წამყვანი, თვითონ არ არის ლიდერი და ასე რომ ვთქვათ, მას კი არ ეკითხებიან, ის ეკითხება ვინმეს. ამიტომ შემოკარგებო დაფიქრდით რა ნაწილში ეს შეიძლება ვლინდებოდეს აბსოლუტურად ყველა სფეროში თქვენი ცხოვრების. იქნება ეს სამსახურეობრივი ნაწილი, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, იქნება ეს ოჯახი, უშუალოდ შვილებთან დამოკიდებულება, მეუღლეებთან დამოკიდებულება, პარტნიორებთან დამოკიდებულება. აი ეს ქცევითი შაბლონი, როგორც წესი ხოლმე გავრცელებულია ძალიან ბევრ არეალზე ადამიანის ცხოვრებისა და არც თქვენ არ ახართ შემოკარგებო გამონაკლისი. რა თქმა უნდა ახდენს გავლენას და ძალიან დიდს, იმიტომ რომ როდესაც თქვენ კომფორტის ზონაში ხართ, მაშინ ძალიან პროდუქტიული ხართ, მაგრამ როდესაც თქვენი კომფორტის ზონა მცირდება და ან საერთოდ გადიხართ ამ ზონიდან, მე გითხარით რა შეიძლება მოხდეს. ნახოთ რა უნდა რომ გირჩიოთ ტაროს ამ შემთხვევაში. რისი რჩევა შეუძლია პირველი ვარიანტისთვის ტაროს? რა რჩევას მოგცე? ახლა რა რჩევას მოგცემს ტარო? Do it your way. ანუ აკეთე ყველაფერი შენებურად. You were never meant to fit in. ანუ შემოძვირფასებო თქვენ, აი პირდაპირ wild, ანუ ველური, თქვენ ეს ჩარჩოები, რომელიც აიშენეთ, ან ჩარჩოები, რომელიც აგიშენეს და მე თქვენ იმ ჩარჩოებში გაიზარდეთ, ესე დაისწავლეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო?
ცხოვრება და ასე მიყვებით დინებას დღემდე, აქ გვეუბნებიან, რომ რჩევა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი არის, რომ აკეთოთ ყველაფერი თქვენებურად. ანუ აი აქ ეშმაკი, რაც არის მიჯაჭვულობები, ეშმაკი, რაც არის აი არაჯანსაღი დამოკიდებულებები, ის რომ ასე მითხრა დედამ, ასე მასწავლა მამამ, ასე გამზარდესას, ეს არ არის ზრდასრულის პოზიცია. ზრდასრულის პოზიცია არის ის, როდესაც ზრდასრული თავად იღებს საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობას და ასევე მიმღებლობით ხვდება სხვა ადამიანების ნებისმიერ ქცევას, მათ შორის უარყოფით ქცევასაც და უშვებს იმის ალბათობას, რომ ყველას აქვს საკუთარი გამოხატვის ინდივიდუალური ფორმა. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო თქვენი პირველი ვარიანტის საჯარო გაშლა თქვენს შიშებზე და წარმატებაზე. იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ და დაგაფიქრებთ ეს ყველაფერი და უფრო ეფექტურად შეძლებთ გაუბრყლავდეთ საკუთარ დაბრკოლებებს და საკუთარ ტარაკნებს. ვნახოთ, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა ვიდეოს და კომენტარება, ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ რა ხდება. არკანი მაგი მოვიდა. რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში, ჩემო ძვირფასებო და მე მგონი პირველ ვარიანტს არ მოგეწონათ ის რაც გითხარით და გადმოხვედით აგერ მეორე ვარიანტზე და ახლა აქ მისმენთ, მაგრამ ძალიან გავს პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტს და შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენი ყველაზე დიდი შიში აქაც არის ლიდერობის დაკარგვის შიში. აქ არის შიში იმისა, რომ არ გაღიარებენ, აქ არის შიში იმისა, რომ არ მიგიღებენ, აქ არის შიში იმისა, რომ არ იქნებით საკმარისად კარგი ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის. აქ არის შიში იმისა, რომ ვერ შეძლებთ და ვერ მართავთ პროცესებს ისე, როგორც ეს თქვენს თავშია და ეს კრახი, რომელიც შეიძლება რომ პოტენციურად განიცადოთ, თქვენთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს. ანუ იმდენად დიდ დაბრკოლებად, რომ საერთოდ უარი თქვათ დასაწყისშივე გარკვეული მოქმედების განხორციელებაზე, ჩემო კარგებო. ანუ მაგის ადამიანის ენერგიის ადამიანები არიან ძალიან კაშკაშა ენერგიის მქონე პირები, ისინი არიან მართლა დაბადებული ლიდერებად და თქვენი ყველაზე დიდი შიში, აი სხვათა შორის ადრე სადღაც არ ვიცი მოვისმინე თუ წავიკითხე, ესე არ მახსოვს, მაგრამ შინაგანად ძალიან დავეთანხმე ამ მოსაზრებას, ვისიც იყო. რომ ჩვენო ბავშვებს განსაკუთრებით საქართველოში მაქვს ხა აქ საუბარი მესმის რომ გარკვეული ძალიან მცირე ნაწილი უცხოელი მსმენელიც მიყურებს, მაგრამ მოდი ჩვენ ტრადიციულ ნაწილზე ვთქვათ, რომ აი რომ დაიბადება ბავშვიო, ვეუბნებით რომ აი რაღაც სასახელო გაიზარდე, დიდი ვაჟკაცი, დიდი ქალი, რაღაცა ისეთი იყავი, ესეთი, ანუ დაბადებიდან ბავშვებს ვაკისრებთ უდიდეს პასუხისმგებლობებს, რომ აი ჩვენი მოლოდინები უნდა გაამართლონ. უფრო შორს წასული გარკვეულწილად დაზიანებული მშობლები იმასაც ამბობენ ხოლმე, რომ აი ჩემი უზრუნველი სიბერე უნდა იყოს შენ. ანუ დაუშვათ მე შენ იმიტომ გზრდი, ბავშვს ესე აგონებენ და შთააგონებენ, რომ მე შენ იმიტომ გზრდი და იმიტომ გაგაჩინე, რომ ჩემი უზრუნველი სიბერე უნდა უზრუნველყო, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკისრებული აქვს ბავშვს ჩვილობიდან, პატარა ასაკიდან, რომელიც ესმის. აი მაგის ენერგიის მქონე ადამიანები არიან ზუსტად აი ესეთი ადამიანები, რომლებსაც დააკისრეს. ამ პიროვნებებს აქვთ განცდა ასევე, რომ არიან თვითონ შინაგანად ძალიან ძლიერები, ნამდვილად არსებობს ეს მათში ეს სიძლიერე, მაგრამ ეს აი დაუშვათ სხვას რო აპატიებს რაღაცა მინიმალურ შეცდომას, ამ ენერგიის მქონე ადამიანებს არ პატიობენ. აი თვალში ბეწვს ამოაცლიან, ასე რომ ვთქვათ. არა, იმიტომ რომ აი მაღალი სტანდარტები აქვთ და ეს სტანდარტები საკუთარ თავთანაც აქვს მე ამ ენერგიის მქონე ადამიანს დაყენებული და საერთოდ სულ ყველასთან. და როდესაც რაღაცა კრახით მიმდინარეობს, ან არ ისე დაგეგმილ სცენარს არ მიყვება, ამ ენერგიის მქონე პირებს ეწყებათ უდიდესი შფოთი. იმედგაცრუება ეწყებათ და ეწყებათ აი რაღაცა ინფანტილიზმი, რომელიც
საკუთარი თავის გაუფასურებამდე მიდის საბოლოო ჯამში. ამიტომ მე ვთქვი წეღან რომ არ მოგეწონათ ალბათ პირველ ვარიანტს და გადმოხვედით მეორეზე თქო, მაგრამ რა ვქნა ჩემო ძვირფასებო, აქაც არის კონტროლის დაკარგვის და არ აღიარების, არ მიღების ძალიან დიდი შიში, რომელიც ყველაზე დიდი თქვენი ცხოვრებისეული შიშია. ნახოთ ახლა ეს რამდენად გიშლით ხელს მეორე ვარიანტი ეს შიში წარმატების მიღწევაში. რამდენად გიშლით, იქნებ დამუშავებული გაქვთ და სულაც არ გიშლით ხელს, მაგრამ ნახოთ აბა მეორე ვარიანტი. გიშლით თუ არა ხელს ეს შიში წარმატების მიღწევაში. აბატონო, 4-იანი პენტაკლები, არკანი განდეგილი, როგორ მიყვარს, როცა ერთ მნიშვნელოვნად დადასტურებას ვიღებ ხოლმე იმ საუბრისას, რასაც და პენტაკლების მეფე, აი, პირველი ვარიანტის პენტაკლების მეფე. ნამდვილად არ მოგეწონათ უმრავლესობას და გადმოხვედით მეორე ვარიანტზე, ჩემო ძვირფასებო. ანუ გიშლით თუ არა ხელს, კი, ნამდვილად ძალიან გიშლით, იმიტომ რომ მე წეღან ვახსენე კიდეც, რომ თქვენ გაქვთ უდიდესი უნარი იყოთ ლიდერი, მართლად, თანდაყოლილად დაბადებიდან შეგწევთ ეს უნარი. მაგრამ იმდენად გაქვთ გამჯდარი სისხლხორცში აი ეს შიშები, რომ ვაი თუ არ გამომივიდეს ისე იმდენად კარგად, როგორც მე მინდა, ან როგორც მე შემეფერება. ხშირად ესე ფორმულირდება ეს შიში, რომ მე ეს არ შემშვენის, მე ეს არ შემეფერება, რომ საერთოდ მზად ხართ უარი თქვათ რაღაცეებზე და დასჯერდეთ იმ მცირეც, რაც გაქვთ. ამავე დროს მე წეღან გიხსენეთ უარყოფის, არ მიღების შიში. 4-იანი პენტაკლები ზუსტად ეს არის, რომ ვებღაუჭები, წეღან იქ პირველ ვარიანტთან იყო არკანი ეშმაკი, როდესაც ვებღაუჭები რაღაცას, რომ არ გავუშვა, იმიტომ რომ თუ გავუშვი, ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხით შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. აი ესეთი ენერგია აქვს ზუსტად, როდესაც ვებღაუჭები რაღაცეებს იმისათვის, რომ გადავრჩე და ამ დროს გადასარჩენად საერთოდ არ მაქვს საქმე, შეიძლება იმაზე მეტ რაღაცას ვიკიდებ პასუხისმგებლობების სახით საკუთარ თავზე და ზურგზე და ბეჭებზე, რისი ბოდიში და თრევაც აღარ შემიძლია, მაგრამ იმის გამო რომ ვიგრძნო ჩემი საკუთარი საჭიროება, იმის გამო რომ ვიგრძნო რომ ღირსი ვარ, ვუყვარდე ვიღაცას და ღირსი ვარ ვიღაცამ მიმიღოს, აი ამის გამო მზად ვარ რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღო იმაზე მეტი, ვიდრე შემიძლია რომ ვზიდო. რა თქმა უნდა გიშლით, ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტი წარმატებაში ხელს. ვნახოთ, რას გირჩევთ თქვენც, ტარო აქ ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტს რა რჩევა შეუძლია რომ მოგცეს. ტარო shine bright, უფრო კარგად იკაშკაშეთ. აი თქვენივე ცეცხლს, თქვენივე აი ამ რაღაცა მზის ენერგიას, თქვენვე ახშობთ იმ შიშებით, იმ წარუმატებლობის შიშებით, რაც დაუშვათ შეიძლება არც რეალიზდეს, ან თუ რეალიზდება ჯანდაბას, რეალიზდეს, გამოცდილებას ხომ მაინც შეიძებთ, ჩემო ძვირფასებო, ხო, აი ესე უყურეთ, ნუ დაისტრესავთ თავს, ნუ დაიტანჯავთ ამ რაღაცა იდეალების დევნით და მერე საკუთარ თვითგვემით ნუ დაკავდებით, იმიტომ რომ აი მეორე ვარიანტს განსაკუთრებით გახასიათებთ თვითგვემა. აი თვითგვემა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენი მოგონილია. შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ რასაც ტარო გირჩევთ, არის ის, რომ უფრო მეტად იკაშკაშეთ, უფრო მეტად თამამები იყავით, უფრო მეტად გაბედულები იყავით, უფრო მეტად იბრძოლეთ თქვენი საკუთარი ოცნებებისთვის და როდესაც გექნებათ დაუშვათ არჩევანი გასაკეთებელი, ხო? რა თქმა უნდა ეკოლოგიურ არჩევანს ვგულისხმობ, ყოველთვის გააკეთეთ თქვენი ინტერესების
სასარგებლოდ. თქვენ არც პირველ და არც მეორე ვარიანტს ინტერესებში აღრევა ნამდვილად არ გჭირთ. ერთადერთი რაშიც გჭირთ აი უკიდურესობები რაშიც გახასიათებთ არის ის რომ შეიძლება უცებ მსხვერპლად შეეწიროთ ან მეორე ვარიანტი რაღაცნაირად იმდენად დომინანტი იმდენად მჩაგვრელი იმდენად ესეთი დიქტატორული ხასიათი ჩამოგიყალიბდეთ რომ ადამიანები თქვენ სივრცეში ვერ გაჩერდნენ ვერ შეძლონ თვითმყოფადობა, ასე რომ ვთქვათ და გაგერიდონ. თქვენ კიდე ყველაზე მეტად აი ეს უარყოფის გეშინიათ, ის რომ თქვენგან ვიღაცა მიდის, აი ამის ყველაზე მეტად გეშინიათ და იმიტომაც ებღაუჭებით ყველა ურთიერთობას. ამ დროს წასასვლელი უნდა წავიდეს, ერთი ეს ნამდვილად ჭეშმარიტებაა, მაგრამ ძალით თქვენთან ვერავის ვერ გააჩერებთ. აი ეს იცოდეთ. ამიტომ ეცადეთ რომ საკუთარი თავის მიმართ იყოთ უფრო მეტად მიმტევებელი, უფრო მეტად მიმღებელი, ეხება ეს ორივე ვარიანტს, იმიტომ რომ აი მინდა რომ გავაერთიანო, იმდენად ძალიან გავდა ენერგიას და აგერ განმეორდა კიდევაც შესაბამისად, ხო? იყავით უფრო მეტად ლმობიერი ყველას მიმართ და პირველ რიგში ეს ლმობიერება საკუთარი თავის მიმართ გამოიჩინეთ. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, რომელიც ეხებოდა შიშებს, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, გელოდებით ყველას კომენტარებში და ასევე შეგახსენეთ რომ სულ რამდენიმე დღეში იხურება წინასწარი რეგისტრაციის ფანჯარა მეორე ფოკუს ჯგუფისთვის, რაც არის მატრიცული ენერგიების მიხედვით საკუთარი პიროვნების ჯერ შეცნობა და მერე მინუს ენერგიების ამ კურსის ფარგლებშივე დამუშავება. კურსი დაიწყება ოქტომბრის ბოლოს. 9 სექტემბერში სრულდება წინასწარი რეგისტრაცია. მერე ეს ფასი რაც ახლა არის წინასწარი რეგისტრაციისთვის ცხადია ოქტომბრის ბოლოს რომ გამოვაცხადებ უკვე მიღებას აღარ იქნება. იმიტომაც ქვია ამას წინასწარი რეგისტრაცია, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია გნებავთ მომმართეთ ოქტომბერში, გნებავთ მომმართეთ ახლა და დაჯავშნეთ უკვე თქვენი ადგილი ოქტომბრის ბოლოსთვის ჯგუფში, რომელშიც ხდება თამამად შემიძლია ვთქვა საკუთარი პიროვნების და საკუთარი მეს სრულიად სხვა რაკურსით, ძალიან ღრმად და ძალიან ფილოსოფიურად შეცნობა იმ შეცნობებისა, რაც დამიშვია და ასევე ვსწავლობ ზუსტად იმ მიმტევებლობას საკუთარი თავის მიმართ, რაც აქამდე არ გაგვაჩნდა და როგორ მწარედ ვსჯიდით ყველა მცირე შეცნობისთვის საკუთარ თავებს. აი ამ ყველაფერს გთავაზობთ მე ჯგუფში სპეციალური ტექნიკებით და თქვენი ძალიან დიდი მონდომებით და ჩართულობით თავისთავად ცხადია. სხვანაირად ეს არ გამოვა. გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და შევხვდებით მალე. დროებით.